ეზო. ადამიანი მიუყვება სავანის ეზოს ჩრდილოეთ კედელს. თეთრი ფარდების თვალის მომჭრელი სიკაშკაშე აშფოთებს მის სულს. აგერ ისრაელიანმა მოუხვიე კუთხესთან და მიადგა ეზოს აღმოსავლეთ მხარეს. მის წინაშია ფართოდ გაღებული კარი. იგი აღარ ყოყმანობს, შედის შიგნით და აღმოჩნდება ფართო ეზოში. მის წინაშია საუცხოო სახლი, ღმერთის სახლი, მაღალი და დიდებული. მზის ცხურნვარე სხივებით ალმური ასდის ქვიშას. ადამიანს იპყრობს ისეთი გრძნობა, თითქოს იგი ღმერთის პირისპირ დგას, ვინც ყველაფერი იცის მის შესახებ და უფლის გამჭოლი თვალები იმზირება მის სულში და გულში. მას უახლოვდება მღვდელი. რა დაგემართა? ეკითხება იგი. კაცი ენის ბორძიკით პასუხობს. მე შევწოდე და ღმერთი მირისხდება. სწორედ იმ ადგილას იმყოფები, სადაც გმართებს ყოფნა, პასუხობს მღვდელი. ეს ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც მოსულია ცოდვის მოსანანიებლად და არა მათთვის, ვინც არ გრძნობს ცოდვილად თავს.